მოგესალმებით, ვაგრძელებ ქსოვის გაკვეთილებს. სანამ ქსოვის ვიდეო გაკვეთილს დავიწყებდე, გთხოვთ დარეგისტრირდეთ YouTube-ზე. გამოიწეროთ ჩემი არხი. დააკომენტაროთ ჩემი ვიდეო გაკვეთილები. მიიღოთ მონაწილეობა ვიდეოს შეფასებაში. უყუროთ ჩემს ვიდეოებს და შეაფასოთ. დაალაიქეთ ვიდეოები. ეს ჩემთვის ერთგვარი სტიმული იქნება, რომ სულ უფრო და უფრო საინტერესო ვიდეო გაკვეთილები ავტვირთო. ესე იგი, როგორც სქემაზე ხედავთ, ჩვენ უნდა მოვგზავნოთ მხარი. ვკრიფავთ 30 თვალს. ავკრიფე 30 თვალი და ამას პლუს 2 გარე თვალი. მოვგზავ რამდენიმე რიგს. ძალიან ჩვეულებრივი ნაკსოვით. ყველა თვალს მოვგზავ წაღმად. შევხვდებით რამდენიმე რიგის შემდეგ. აი მოვგზავე რამდენიმე რიგი. აი მიყურეთ ახლა უნდა დავიწყო მე სახელოს გამოყვანა. მოვგზავ და მივალ აი აქამდე და დავტოვებ აი აქ 6 თვალს. მიყურეთ? მოვგზავე და მივედი აქეთ. 6 თვალს არ ვგზავთ. აი ეს ძაფი უნდა გადმოვდოთ აი ამ მარცხენა ჩხირზე. გადმოვდოთ და შემოვატრიალოთ. და ვგზავთ. მოვგზავე ეს რიგი. შემოვატრიალოთ. ვგზავ, რა თქმა უნდა, ყველა თვალს წაღმად და უნდა მივიდე აი აქამდე, როგორც სქემაზე არის და დავტოვო აქ 3 თვალი, მხოლოდ 3 თვალი. აი ნახეთ, აი ამ წერტილს, ამ სივრცეს ხომ ხედავთ? აქეთ არ ვგზავთ და უნდა მივიდეთ აი მხოლოდ აქამდე. დავტოვოთ 3 თვალი. აი ნახეთ, მივუახლოვდი ამ 3 თვალს. ისევ გადმოვდებ ძაფს მარცხენა ჩხირზე და შემოვატრიალებ. აი ესე. და ვგზავ. რიგის ბოლომდე ვგზავ წაღმართლებით. მოვგზავე რიგის ბოლომდე, სულ წაღმართლებით, შემოვატრიალებ ისევ. და როგორც სქემაზეა, მოვგზავ
და მივალ აქამდე. აი ამ სივრცეს ხედავთ, აქ დავტოვებთ 3 თვალს და აი აქამდე მოვგსოვ, აი აქამდე. ესე იგი, ჩვენ მოვგსოვეთ 6 თვალი დავტოვეთ, სივრცე, 3 თვალი გამოვტოვეთ, სივრცე და ეხლა კიდევ 3 თვალი უნდა გამოვტოვოთ. აი, მივედი. 3 თვალი, 1, 2, 3. ძაბს გადმოვდებ მარცხენა ჩხირზე და შემოვატრიალებ ჩხირებს. აი, ის გადადებული ძაბი და ვაგრძელებ ქსოვას. ასე უნდა მოვგსოვოთ რიგის ბოლომდე. მოვგსოვ რიგის ბოლომდე, შემოვატრიალებ ნაქსოვს და ისევ ვგსოვ წაღმართლებით. ეხლა ამჯერად უნდა მივიდეთ, ესე იგი, იცით სადამდე, აი სივრცეების მიხედვით, ნახეთ. აქ არის 6 თვალი, შემდეგ როგორც სქემაზეა 3 თვალი, მეორე 3 თვალი. ეხლა უნდა მივიდეთ აი აქამდე. 2 თვალი უნდა დავტოვოთ, ისე რომ არ მოვგსოვთ ეს 2 თვალი. აი, მივუახლოვდი. აი ესე. დარჩა 2 თვალი. შემდეგ გადმოვდოთ ამ ჩხირზე ძაფი და შემოვატრიალოთ. აი გაკეთდა აქ თვალი. და ასე ვგსოვთ რიგის ბოლომდე. მოვგსოვე ეს რიგი, შემოვატრიალებ. აი ესე ვგსოვ და როგორც სქემაზე არის, მოვგსოვ იმდენს, რომ დავტოვო აი აქ. ეხლა ვეგაჩვენებთ. აი სივრცის გვერდით, აი ეს 2 თვალი უნდა დავტოვო. აი ესე. ეს 2 თვალი. შემდეგ ძაბს გადმოვდებ მარცხენა ჩხირზე და შევმოვატრიალოთ ესე ნაქსოვი. ხო, ესე იგი, აქ ვტოვებთ ჩვენ 1 თვალს. ასე რიგრიგობით უნდა მოვაკლოთ თვლები. ჯერ მოვაკელით 6 თვალი. შემდეგ 3 თვალი. შემდეგ 3-ჯერ 2 თვალი. და ბოლოს 6-ჯერ თითო თვალი. თვლების მოკლება და ნაქსოვის მომრგვალება უკვე გაჩვენეთ. ეხლა დაგვრჩა ჩვენ თითო თვალი მოსაკლები. ეს უნდა გამეორდეს 6-ჯერ. ანუ კიდევ 6 თვალი არის მოსაკლები და გაკეთდება სახელოს ჭრილი. აი ეს 6 თვალი უკვე თქვენ გააგრძელეთ დამოუკიდებლად მოგსოვეთ.
მე კი ამასობაში გაჩვენებთ თუ როგორ უნდა დავხურო თვლები ისე, რომ სივრცეები არ იყოს თვლებს შორის. ამისათვის მე აი ესეთ რაღაცას ვაკეთებ. ორ თვალს ერთად ამოვიყვან. ესე. აი ამ სივრცეს, ეს სივრცე სადაც არის, აი ამ თვალს ერთად ამოვიყვან. ესე. აი ნახეთ, აი ეგ სივრცეა. ეს ჩემი მიზანია, რომ აი ეს სივრცე არ იყოს. აქ არ არის სივრცე, ამიტომ ცალკე მოვხსოვ ამ თვალს. აი კიდევ სივრცე შემხვდა. ესე. აი კიდე სივრცე. დანარჩენი უკვე სათითაოდ უნდა მოვხსოვოთ ეს წაღმართლები. ესე. აი ნახეთ, როგორ გამოვიდა. შემდეგ. ეხლა უნდა დავხუროთ თვლები და ნახავთ როგორც გამოვა სახელო. სახელოს ჭრილი. აი ესეთნაირად დავხურავთ. არ მოჭიმოთ ნაფსოვი. ესეც ასე. მგონი ესეც ითხოვს ესე გამოყვანას, აი ესეთაირად. შემდეგ ვხსოვთ ამათ. აი ესეთნაირად. და ეხლაზე გაჩვენებთ რა გამოვიდა. აი ნახეთ. აი სახელოს ჭრილი. ვაგრძელებ ქსოვას. თვლების მოკლება და ნაკსოვის მომრგვალება უკვე გაჩვენეთ. ეხლა დაგვრჩა ჩვენ თითო თვალი მოსაკლები. ეს უნდა განმეორდეს 6-ჯერ. ანუ კიდევ 6 თვალი არის მოსაკლები. და გაკეთდება სახელოს ჭრილი. აი ეს 6 თვალი უკვე თქვენ გააგრძელეთ დამოუკიდებლად მოგსოვეთ და შევხვდებით ცოტა ხანში. ვგსოვთ სახელოს ჭრილის ზედა მეორე ნახევარს. აი, მივედი. შუიდან ამოვწევ ძაბს, გადავდებ ამაზე
და მოვგზავნოთ ძაღლმა თვალს. აი ესე. შემდეგ შემოვატრიალოთ. გსოვთ ერთ რიგს. მოვგზავნეთ ეს რიგი, შემოვატრიალოთ და უნდა მოვგზავნო აი აქამდე. და კიდევ რამდენიმე რიგი ასეთი, იმიტომ ერთი ხომ მივუმატეთ ერთი თვალი. შემდეგ რიგში კი აღარ მივუმატებთ, არამედ უნდა მოვგზავნო კიდევ დაახლოებით 3-4 რიგი და შემდეგ მივუმატებ. ამჯერად ამ ზედა მეორე ნახევარში ვუმატებთ მხოლოდ 3 თვალს. ეს 3 თვალი უნდა იყოს ძალიან თანასწორად გადანაწილებული. შეხედეთ სქემას და სქემის მიხედვით ვავგზავნოთ. სულ 3 თვალის მომატება გვჭირდება, მეტი არა. აი ესე. ესე იგი, ვგზავ დაახლოებით 4 რიგს. და შემდეგ ისევ მოვუმატებ ერთ თვალს. აი ნახეთ, ვუახლოვდები, მოვგზავე რამდენიმე რიგი, 4 ზოლი. 1 2 3 4 და მეხუთე ზოლზე უკვე ვუმატებ ერთ თვალს. ამოვწიოთ ეს ძაფი, ჩამოვკიდოთ მარცხენა ჭხირზე და მოვგზავნოთ ესე. ესეც მეორე თვალი მივუმატეთ. მარკერით დავნიშნოთ. ესეც მეორე მიმატება. დააკვირდით სქემას. როგორ არის მოგზოვილი, ამის მიხედვით მოგზოვთ. ზომების შეცვლა ხდება თვლების რაოდენობის მომატებით ან მოკლებით. ასე ვგზავთ კიდევ რამდენიმე რიგს. აი მოვგზავნე რამდენიმე რიგი და ეხლა მესამედ ვუმატებ ერთ თვალს აი აქ ერთ თვალს. და შემდეგ დავიწყოთ ხრის მოგზოვა, ანუ ასე ტრაპეცია უნდა გავაკეთოთ. მოვედით ერთ ცალს ამოვიღებ აი აქ შუა ზაფს და ჩამოვაცვალ ამ მარცხენა ჭხირს და მოვგზავ წაღმად. აი ეს. შემოვატრიალებ. ვგზავ ორ რიგს, ესე და ესე.
შემოვადრიალებ. ეხლა უყურეთ, ნახეთ, ეს არის ხარი, ხო? მოდით ჩვენ ეხლა ეს გავანაწილოთ 4 ნაწილად. 1, 2, 3 და 4. ახლა შემოვახვიოთ ამას ძაფი, შემოვადრიალოთ. და გსოვთ წაღმა თვლებს. შემოვადრიალოთ. და ამ რიგსაც ვგსოვთ. აი ნახეთ, აქ სივრცეს ხომ ხედავთ? აქ არის 6 თვალი, რომელიც არ მოვგსოვეთ. ეხლა 1, 2, 3, 4, 5, 6. და ეხლა ამას არ მოვგსოვთ. აი ესე ძაფი გადავატაროთ მარცხენა ჭხირზე, შემოვადრიალოთ. ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ სივრცეები არ დარჩეს ქსოვის დროს. 2, 3, 4. შემოვადრიალოთ. აი ნახეთ, როგორ გამოიყურება, აი კიბე ადის მაღლა. ეხლა აი აქ უნდა ჩავამატოთ. აი ესე შემოვადრიალოთ. ესე. ეხლა ჩვეულებრივად მოვგსოვთ ამ რიგს, აი ესეთნაირად. პირველ თვალს გადავიტანთ და ვგსოვთ. აი ნახეთ, სივრცის ადგილი როგორ იქცოვება. ამას და ამას ერთად გამოვგსოვთ, აი ასე. აი, კიდევ მივედით სივრცემდე, ამ თვალს და ამ თვალს ერთად მოვგსოვთ. აი ეს. ისევ სივრცე. ესე. აი ნახეთ, როგორი კიბეები გაკეთდა, ზევით მიდის. და გაკეთდა ესე მხარი. ეხლა თვლებს დავხურავთ, ისე რომ არ მოვჭიმოთ ნაქსოვი. ესე.
ესეც ასე. აი ახლა ვნახოთ რა მოვგზავნეთ. ეს მხარი ტრაპეცია, ეს სახელოს ჭრილი, ნახეთ. აი, სახელოს ჭრილი. ეს არის წინა მხარე. უკანა მხარე უნდა აიღოთ აი ასეთნაირად. აი ასე, ცოტა უფრო ნაკლებ ამოჭრილი უნდა იყოს. ნაკლებ ამოჭრილი. ანუ ესე იგი ჯერ სქემის მიხედვით ჯერ მოვაკლებთ 6 თვალს, შემდეგ მარტო 3 თვალს და აი აქედან უკვე დაიწყებთ ასვლას. და ასე მოგხსოვთ, ესე იგი ჟაკეტის წინა და უკანა მხარის სახელოს ჭრილს. მოვაკლებთ თვლებს, ნახეთ როგორია. აი როგორი გამოვიდა. ხედავთ, მომრგვალებული, ამოღებული. ხო, კიდევ რისი თქმა შეიძლება. ხო, ეს ზომები არის გათვალისწინებული დიდი ადამიანის ჟაკეტისთვის. თუ თქვენ ბავშვისთვის გადაწყვეტ მოგხსოვას, მაშინ რა თქმა უნდა შეამცირებთ ამ თვლების მოკლებას. 6 თვალის ნაცვლად აიღებთ 4 თვალს, 3 თვალის ნაცვლად აიღებთ 2 თვალს და ასე შემდეგ. და შემცირდება ზომებში. აი ასეთნაირად სულ ეს არის რაც მინდოდა მეჩვენებინა. ძალიან ბევრს აინტერესებდა თუ როგორ იქცევება, როგორ უნდა მოვაკლოთ თვლებიო სახელოსთვისო, მხრისთვისო და ასე შემდეგ. დავასრულე ნიმუშის მოგხსოვა. ანუ ესე იგი, მოგხსოვე მე წინა და უკანა მხარე. მოგხსოვე წინა და უკანა მხარე. ეს არის ერთი დეტალი, უბრალოდ ორი დეტალი, წინა და მკერდის და ზურგის მხარე. სახელოს ჭრილის ორი დეტალი. ანუ როგორ მოვგზავნოთ სახელოს ჭრილი. როგორც ხედავთ, წინა და უკანა მხარე ერთმანეთისგან განსხვავდება. წინა დეტალზე უფრო დიდია ამოჭრილი და უკანაზე უფრო ნაკლები. აი აქ შეგიძლიათ თქვენ უფრო კარგად და მრგვლად გამოიყვანოთ. ვიდეოს თუ შეხედავთ თავიდან ბოლომდე, იქ კარგად ჩანს როგორ ხდება თვლების, ესე იგი, გამოტოვება, ისე რომ არ გვხსოვთ და აი ასე ნელ-ნელა ვუმატებთ ამ გამოტოვებულ თვლების რაოდენობას, უпростоრად ნელ-ნელა ვაკლებთ ამ გამოტოვებული თვლების რაოდენობას და აი ასეთნაირად გამოყვავს აი ეს წრე. ნახევარწრე უпростоრად და აი ასეთივე ნახევარწრე უნდა გამომეყვანა აქ, მაგრამ თქვენ უკეთესად გააკეთებთ ამას. მე ვჩქარობდი, რომ ჩამეწერა ვიდეო. ხო, რაც შეეხება ახლა მხარს, როგორც ხედავთ, მხარი აი ესეთი ტრაპეცია გამოდის, აქაც იგივე პრინციპით მოვგზოვე. თვლების გამოტოვება, ისე რომ არ მოვგზოვე 6 თვალი. ანუ მხარი რამდენი თვალისაგანაც შედგებოდა, ის გავანაწილე 3-4 ნაწილად. აი მაგალითად აქ არის 20 თვალი. 20 თვალი გავყავი 4 ნაწილად. 5 თვალი გამოვტოვე, შემდეგ 5, შემდეგ 5 და ასე შემდეგ და გამოვიდა ესეთი ტრაპეციული აი ესეთი დამრეცი ხაზი, როგორც მხარია. ხო, აი სულ ეს მინდოდა მეჩვენებინა, ასეთნაირად იქცევება სახელოს ჭრილი. შემდეგ აქ ამოვიყვანთ თვლებს, ამისვისაც ჩავწერთ ცალკე ვიდეოს თუ როგორ ხდება აქ თვლების ამოყვანა, ან ცალკე სახელოს მოგხსოვა და ამ სახელოს აი ესე რა ქვია, მიმაგრება და მიგხსოვა ზედ აი ამ ნაკსოვზე. ჩვენი დღევანდელი ვიდეო გაკვეთილი დასასრულს მიუახლოვდა. მინდა უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ გამოხმაურებებისთვის, კომენტარებისთვის, აქტიურობისთვის, ვიდეოების დალაიქებისთვის, ჩემი არხის გამოწერისთვის. დიდი მადლობა ყველას ასეთი ყურადღებისთვის, ასეთი თანადგომისთვის. გისურვებთ ყველას წარმატებებს მომავალ შეხვედრამდე.